მეგობრებო, მოგესალმებით იუსტიციის სამინისტროში ვიმყოფები ახლა. დღეს უნდა ჩატარებულიყო უწყებათა შორის კომისია. მაგრამ ისეთი სიჩქარით დაამთავრეს, შეგნით რომ ჩემი საჩივარი ეთყობა როგორც მეუბნებიან არ მოგვსულიაო. ახლა ხელი ჩავაბარე. და ანუ საქმე ეხება საპატრიარქოს და უშუალოდ პატრიარქის მიერ ასე რომ ვთქვათ ხმის მიცემის ფაქტს. გასთან დაკავშირებითაც შემოგვაქვს საჩივარი. ჩვენ როდესაც დავინტერესდით ამ საკითხით, გამოირკვა რომ საერთოდ ის სახელმწიფოს ხელშეკრულება, საკონსტიტუციო ხელშეკრულება ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ფაქტიურად ანულირებულია მას შემდეგ, რაც ახალი კონსტიტუცია მიიღეს. ეს შეუძლიათ გადაამოწმონ თავად საპატრიარქოშიც, იმიტომ რომ კონსტიტუციის მე-9 მუხტს ეყრდნობა კონკორდატის ხელშეკრულება და შესაბამისად ეს მუხლი უკვე სხვა მოცემულობას შეიცავს ახლანდელ კონსტიტუციაში. და აქედან გამომდინარე ცალსახად მოხდა ქართული ოცნების მიერ ამ ხელშეკრულების გაუქმება. უნდათ არ უნდათ ასე გამოუვიდათ, განზრახ გააკეთეს თუ შემთხვევით გამოუვიდათ, ფაქტი არის რომ ეს ხელშეკრულება უკვე ანულირებულია, თუ არ იქნება განმარტება გაკეთებული და შესაბამისად ეს უნდა გააკეთოს ეს განმარტება პარლამენტმა და პარლამენტის მიერ უნდა მოხდეს ასე რომ ვთქვათ რატიფიცირება ამ ხელშეკრულების. კონსტიტუციური უმრავლესობა უნდა იყოს პარლამენტში და არა 1-2 კაცი. აქედან გამომდინარე ამ საკითხებთან დაკავშირებით შევიტანეთ ჩვენ ახლა საჩივარი იუსტიციის სამინისტროში და უწყებათა შორის კომისიაში პატრიარქის მიერ გაკეთებული არჩევანი არ იყო ფარული, შესაბამისად ის ემსახურებოდა ხელისუფლების რეკლამირებას. კარგად მოგეხსენებათ რომ პატრიარქი მთელი საქართველოსთვის წარმოადგენს ყველაზე ავტორიტეტულ პიროვნებას, ასია შემოკარგებო და მისი სახელის გამოყენება მოხდა ხელისუფლების მიერ თითქოს და პატრიარქი მათ უჭერს მხარს. ამიტომ ჩვენ ეს საკითხი გავასაჩივრეთ და ვითხოვთ გამოძიების ჩატარებას. ასევე ჩვენ გამოთხოვილი გვაქვს იუსტიციის სამინისტროდან ოქმები და აუდიო ჩანაწერი. ანუ გამოქვეყნებული ოქმები, რაც არის გამოქვეყნებული იუსტიციის სამინისტროს გვერდზე, არ შეესაბამება რეალობას, არ არის გაციფრული ის აუდიო ჩანაწერი, რისი მიხედვითაც უნდა შემდგარიყო ეს ოქმები და შესაბამისად წარმოადგენს სიყალბეს. არაფრის დიდებით არ გვაძლევს იუსტიციის სამინისტრო აი ამ აუდიო ჩანაწერს. არაერთხელ მოვითხოვეთ თავად კომისიაზეც და სხვათა შორის ამ ოქმებშიც აქვს დაფიქსირებული, რომ ჩვენ ვითხოვდით აუდიო ჩანაწერის გადმოცემას ოქმებთან დაკავშირებით. ამიტომ მე მოგიწოდებთ მოსახლეობას, გაერკვიეთ, ყველამ ჩაიხედეთ დღევანდელ კონსტიტუციაში და კონკორდატის ხელშეკრულებაში, რომელიც არის გამოქვეყნებული ოფიციალურად. არა ნაწილობრივ გამოქვეყნებული, არამედ სრულფასოვან კონკორდატის ხელშეკრულებაში, რომელიც რეალურად დღეს არის ქართული ოცნების მიერ გაუქმებული. ახლა ეს მე არ მომიგონია, ეს არის ფაქტი და ფაქტის წინაშე ვდგავართ დღეს. ხელისუფლება ყველაფერს ცდილობს, რომ საპატრიარქოს და ქართული ეკლესიის ხელში ჩასაგდებად და მათზე კონტროლის მაქსიმალურად კონტროლის დაწესებაზე. აი ეს არის რეალობა დღეს. ეს მინდოდა მეთქვა საზოგადოებისთვის და ასევე განვმარტავ, რომ ხელისუფლებამ და დღეს იუსტიციის სამინისტრო 5 წუთში დაამთავრა ეს სხდომა, ისე რომ ერთი ჯიშის ფეთება ჰქონდათ, მე არ მომეწო ამ კომისიაზე მოსვლა. დროებით დაგემშვიდობებით, დანარჩენ საკითხებთან დაკავშირებით კიდე გამოაქვეყნებ ინფორმაციას და დავდებ მასალებს.
თქვენ შეგიძლიათ პატრიარქის მიერ ასე რომ ვთქვათ, თავისი პოზიციის დაფიქსირება საპატრიარქოს ტელევიზიას უდევს თავის გვერდზე და ნახოთ თუ რა პროცესში ღებულობდა პატრიარქი თავის გადაწყვეტილებას. ვინ ადგა თავზე და ვინ აკონტროლებდნენ მის გადაწყვეტილებას, რას მიიღებდა და რას გააფერავებდა პატრიარქი. მადლობთ ყურადღებისათვის.